კლასიკური მუსიკის ზეიმი იყო ოზურგეთის სამუსიკო სკოლაში. ფორტეპიანოსა და ვიოლინოს ჯგუფებმა მთელი წლის ნაღვაწი მსმენელამდე მოიტანეს და მაყურებელს სასიამოვნო საღამო აჩუქეს. გაჟღერდა როგორც ქართული, ასევე უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებები, რომელსაც მუსიკალური სკოლის მოსწავლეები საინტერესოდ, შინაარსით და კულტურულად ასრულებდნენ. კონცერტს არჩეულია ხალხურ საკრავთა ანსამბლის ქართული სიმღერების პოპურის გარეშე, რომელიც სხვადასხვა საკრავების ერთობლიობით შემოგთავაზეს. შემაჯამებელი კონცერტის ბოლო აკორდად შესრულდა ლანჩხუთისა და სენაკის ფესტივალების ლაურეატების მიერ შესრულებული მუსიკალური კომპოზიციები, რომელიც ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, როგორც ტექნიკური, ასევე მუსიკალური თვალსაზრისით. კონცერტს არაერთი მსმენელი, მუსიკის მოყვარული, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია დაესწრო, რომელმაც ლაურეატ ბავშვებს და მათ პედაგოგებს ფულადი პრემიები გადასცა. მუსიკაში თავდაპირველად ერთი პიანინო დამიკრა დედამ და მე მეც მომეწონა და შემოვედი აქ. მადლობას ვუხდი ხათუნა მასწავლებელს, რომ ბევრი გვავარჯიშა და ლაურეატი გავხდი. და ასევე ვალერიან შეუკაშვილს, რომ სენაკში და ასევე ლანჩხუთში მომცა ლაურეატობის წოდება და პირველი პრემია. ეხლა დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემ ხა როგორც დაუკარია ამას ყველაფერს ჩემი მასწავლებელი დიდი შრომა უდებს ამ ყველაფერში და კიდე ბატონ შეუკაშვილს, რომელმაც ლაურეატის წოდება მომანიჭა. ძალიან მომეწონა ეს კონცერტი, ძალიან ვღელავდი და გამოვიდა ძალიან კარგად. რა შეგვისურვებ? მაზურკა. ხო, ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ მონაწილეობთ არტ ფესტივალში, სენაკის არტ ფესტივალში 4 წელია. და მე ვერ აღვწერ იმ შრომის სიმძიმეს, რა შრომაც წინ უდევს აი ამ ყველაფერს. ამ 4 წლის განმავლობაში ყოველ გასვლაზე ჩემი ბავშვები არის პირველი პრემიის მფლობელი, როგორც სენაკის არტ ფესტივალში, ასევე მეორე კონკურსში, ლანჩხუთის ჩერნის კონკურსში. აქაც პირველი პრემია და ფულადი ჯილდოები დაიმსახურა ბავშვებმა. და წელს არის გამონაკლისი 4 წლის განმავლობაში, როცა პედაგოგიც დაგვაჯილდოვეს ყველაფერი ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონ ვალერიან შეუკაშვილს, რომ მან რაიონში აღმოაჩინა, მივიწყებულ რაიონებში აღმოაჩინა ესეთი ბავშვები, რომლებიც წარმოჩნენ და საქართველოს მასშტაბით ასეთი აღიარება მოიპოვეს. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მერს და მის აპარატს, რომ დაგვესწრო კონცერტზე და თითოეული ჩვენთაგანი, მასწავლებელიც მათ შორის და მოსწავლეებს დაგვაჯილდოვა ფულადი საჩუქრებით. ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის.